ჩაქვის გვირაბში გაჩენილი ხანძრის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197 მოხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევის შედეგად სატვირთო სრულად დაიწვა. განადგურდა ავტომობილში დატვირთული სამშენებლო მასალები. დაზიანდა გვირაბში არსებული საკომუნიკაციო ქსელიც. მსხვერპლი არ არის, მანქანაში მყოფი პირების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის ლოკალიზებისთვის მეხანძრე მაშველებს თითქმის 1 საათი დასჭირდათ. ცეცხლის გამოწვევი მიზეზი სავარაუდოდ ავტომობილის ტექნიკური გაუმართავობა გახდა. შექმნილი ვითარების გამო გვირაბის ერთი ნაწილი სატრანსპორტო საშუალებებისთვის კვლავ ჩაკეტილია. ტრაილერს მოყვებოდი უკრან და იძახეს რომ ბაჟარია, მანქანა იცვი ტრაილერიო და დაგვეს უკან წამოვიდი მის მერე არაფერი არ მინახებდა შინით არ შემოგიშვებდნენ არავის ა. დიდი ხანძარი დიდი ყო რა თქმა უნდა, ჩაკეტილი ყო ყველაფერი თავიდან მონონდა. და რამ გამოიწია? მაი ვინიცის რამ გამოიწია, მაგრამ ბერკეთ მაგა დაანგეს აბა გამოძიება. ამრი ხომ ახლოს ვერ ჩამოვედი, დევიხჩეთ კიდე, შეგინდ ვერ ჩამოვედი ახლოს. 300 მეტრზე ახლოს ვერ მოვედი და. ვინმე ხარ დაშავებული? არა, არავინ არ დაშავებული. ხანძარი იყო, ტრაილერი დაიწვა, სატვირთო ავტომობილი დაიწვა. ეს მასშტაბები არ გვირაბში შეფერხდა ბუცკალობა. შეფერხდა, სამხარეს შეფერხდა, მეორე მხრიდან არ შეფერხებულა. ხარ დაშავებული? არავინ. ყველა მშვიდობიანად. დაიწვა ავტოტრალერი, სავარაუდოდ ავტოტრალერის გაუმართავობის გამო ხანძრის ქრობაში ღებულობდნენ მონაწილეობას 7 ავტოცისტერნა და 4 სამაშველო ჯგუფი, შესაბამისად 60 მეხანძრე მაშველი. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია.